300,000 გაზზე მომუშავე მანქანა საქართველოში რამდენად უსაფრთხოა მგზავრობა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილი და ხდება თუ არა მათი შემოწმება და მონიტორინგი. ნათია ხართიშვილი გიამბობთ. Mercedes-ის მარკის ამ ავტომობილს სავარაუდოდ გაუმართავი ბუნებრივი აირის ავზის გამოჭერს ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლო მდებარე შენობაც დაზიანდა. ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში აფეთქების მიზეზის დასადგენად მუშაობენ. აფეთქების სიმძლავრის მე ასე მგონია, რომ უფრო მეტად შეეძლო წნევაზე მომუშავე ჭურჭელს, იმ ბალონს, რომელიც იქ ალბათ იყო დამონტაჟებული. იმიტომ რომ მას თუ 200 ატმოსფეროზე წარმოიდგინოთ ის მეტალია და სქელკედელიანი და შესაბამისად მისი აფეთქების სიმძლავრე ძალიან დიდია. შესაბამისად იმიტომ ექვემდებარება კონტროლს. რაც შეეხება ბენზინის ავზებს, ის არის ხელკედლიანი, მისი აფეთქებას აქვს რა თქმა უნდა ძალა, მაგრამ იმდენი გამოვლენა მას არ აქვს. ის უფრო იწვევს ხანძარს. ეკონომიკის სამინისტროს გაზის, ნავთობისა და ქიმიურ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც ხშირ შემთხვევაში გაზზე მომუშავე ავტომობილებში პრობლემას იწვევს. ყველაზე მეტი მნიშვნელობა ექცევა იმ საკომპრესორო სადგურს, რაც არის დამონტაჟებული გაზგასამართ სადგურზე. იქაც არის შემზღუდავი წნევა, უნდა იყოს, ისაც არ უნდა აღემატებოდეს. შემდგომ ის მილსადენი, რომელიც არის წნევაზე მომუშავე და ისაც უნდა იყოს შესაბამისი მასალისგან დამზადებული და ის სარიგებელი სვეტი, რომელსაც უნდა ქონდეს მაბლოკირებელი სისტემა, რომელიც არ გაუშვებს 200 ატმოსფეროზე ზევით. არაოფიციალური მონაცემებით დღეს საქართველოს მასშტაბით ბუნებრივ აირზე მომუშავე 300,000-მდე ავტომობილია. მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი ავტომობილით მგზავრობა უსაფრთხოა. ნაწილს კი არ აქვს ინფორმაცია, რამდენად სწორად ხდება მანქანის ბუნებრივი აირით გამართვა. Დაცულად ვცნობთ, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, გაზკვნომის არანაირი საფრთხე არ არსებობს. გაზის გასვლის შემთხვევაში იფუშება თავისი. როგორ არ ვამოწმებ. აუცილებელია რომ ყველაფერი იყოს ნორმალურად მანქანაში და რა პრობლემა. გაზი უსაფრთხო არის რეალურად რა. საერთოდ ვიცი, მაგაზე არც ინფორმაცია აქვს, არაფერი არ აქვს. უბრალოდ გასხავს. გაზგასამართ სადგურებზე ამტკიცებენ, რომ მათ ობიექტებზე უსაფრთხოების სტანდარტი დაცულია. იმისთვის, რომ სადგურზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს, აუცილებელია წნევამ და საშვებ ზღვარს არ გადააჭარბოს. 200-215-მდე შეიძლება, მაგრამ ჩვენს ინსტრუქციებში, ჩვენს წესებში, ასე ვთქვათ, კანონმდებლობაში არ ადევს ასეთი დიდი დაშვებები, ჩვენთან უფრო შეზღუდულია და შესაბამისად ვცდილობთ 200 შევინარჩუნოთ. გარდა იმისა, რომ კომპრესორს აქვს თავისი დაცვა და შეზღუდვა ამ წნევის მიხედვით, რომელიც ძირითადად იწვევს საშიშროებას ფეთქებისა თუ დაზიანების, გარდა ამისა თითოეულ სვეტს გააჩნია მისი შეზღუდვის საშუალება. აირბალონიანი სისტემით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება სავალდებულო 2016 წლის 1 ივლისიდან გახდა, თუმცა მძღოლებს შემოწმებისთვის ვადა 2019 წლამდე აქვთ. ამ დროისთვის ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაცია მხოლოდ 2 კომპანიამ გაიარა. ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოქალაქეებს სავალდებულო შემოწმებისთვის 60-დან 100 ლარამდე აქვთ გადასახდელი. თავად კომპანიებში კი მიმართვიანობის სიმცირეზე საუბრობენ. სავალდებულობას აწესებს თვითონ ტექნიკური რეგლამენტი და როგორც თქვი, ეს სავალდებულობა გაწერილია დროში, სხვა ასაკის და სხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის. კომპანიების რაოდენობას რაც შეეხება, აპრილის შემდეგ აკრედიტებულია 2 კომპანია, კიდევ ახლა ამჟამად განიხილება 3 განაცხადი, ეს 3 განაცხადის საბოლოო ჯამში მივა აკრედიტაციამდე და ახლოს ხანში ჩვენ ბაზარს გვეყოლება 5 კომპანია. შემოწმება საშუალოდ 1 საათი ჯდება თითო ავტომობილზე, ჰიდრავლიკურად ვცდით აირბალონს და შესაბამისად თუ ის სტანდარტებში ჯდება, ჩვენ ვაძლევთ მას სერტიფიკატს და შესაბამის ფირმის, რომელიც საქარე მინაზე ეკვრება. თუ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების შემოწმებას 2019 წლამდე არ გაივლიან, თავდაპირველად ჯარიმა დაეკისრებათ, შემდეგ კი გაზზე მუშაობა შეეზღუდებათ.